ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენიდან 57 წელი შესრულდა. მანამდე იყო უამრავი ცდა და მარცხი. კოსმოსზე დაკვირვებას კი კაცობრიობა ათასობით წელია ახდენს. მისი აქტიური შესწავლა, რა თქმა უნდა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. კოდის ამ ეპიზოდში გასული საუკუნის ცნობილ კოსმოსურ მისიებს მიმოვიხილავთ. ზუსტად 60 წლის წინ 1958 წლის 31 იანვარს პატარა ფანქრის ფორმის სატელიტი დედამიწის ორბიტაზე გავიდა და ამერიკის შეერთებული შტატებისათვის კოსმოსის კარი გაიღო. კვლევარი 1, ექსპლორერ 1 აღჭურვილი იყო იმ დროისათვის რევოლუციური, მინიატურული სამეცნიერო ხელსაწყოებით, რომლებაც დედამიწის ზედაპირის სურათები განმოსცეს. შეისწავლეს მისი ბიოსფერო, ტემპერატურული ზღვრები, ატმოსფერული მოვლენები და ქიმიური შედგენილობა. ამ აპარატის კოსმოსში გაგზავნით საფუძველი ჩაიყარა კოსმოსურ სამეცნიერო და სამხედრო დაზვერვით სამუშაოებს. Okay, we'll start now. Any fuel loading? Okay, check the utility room fuel papers and notify the blockhouse when we're clear to start generators. Next assembly to igniter. Okay, tie down the lead. 1958 წლის 31 იანვარს ფლორიდის კანავერალის კონცხიდან 10 საათსა და 48 წუთზე სტარტი აიღო რაკეტა მატარებელმა ჯიუპიტერ სიმ, რომელმაც შუაღამისათვის ამერიკის შეერთებული შტატების პირველი თანამგზავრი კვლევარი 1 დედამიწის ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა. კოსმოსურ შეჯიბრში ჩართული ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ისეთი თანამგზავრის შექმნაზე, რომელიც რაკეტა მატარებლის თავზე მოთავსებული კოსმოსში უვნებლად გაიჭრებოდა და დედამიწის ორბიტაზე გავიდოდა. საბჭოთა კავშირმა 1957 წლის 4 ოქტომბერს ორბიტაზე სპუტნიკ 1 გაიყვანა, ხოლო 1958 წლის 31 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით გაუშვა სამეცნიერო ინსტრუმენტებით აღჭურვილი თანამგზავრი ექსპლორერ 1. კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსური ერა დაიწყო. 1950-იან წლებში მთავარი საინჟინრო გამოწვევა საიმედო მრავალსაფეხურიანი რაკეტა მატარებლის შექმნა იყო. ორბიტაზე მკვლევარი 1-ის გასაყვანად ინჟინრებმა ყოფილი სამხედრო ბალისტიკური რაკეტის ჯიუპიტერ სის მოდიფიცირება მოახდინეს. რაკეტას დაემატა მეოთხე სტრუქტურული საფეხური, რომელიც NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში სპეციალური შეკვეთით დამზადდა. ამ მიზნით სარაკეტო ძრავი პირდაპირ თანამგზავრში მოათავსეს. ამ ახალ 4 საფეხურიან რაკეტას ჯუნო 1 უწოდეს. ექსპლორერ 1 პირველი ორბიტული ობსერვატორია იყო. მის გაშვებამდე ყველა მონაცემი დედამიწისეული პარამეტრების შესახებ სახმელეთო და სტრატოსფერული ხელსაწყოების მიერ გროვდებოდა. კვლევარი 1 შემდეგ დაიწყო პლანეტის გლობალური კვლევა კოსმოსიდან. გაეგზავნა ხელსაწყოები მთვარის, მზის სისტემის სხვა პლანეტების და ასტეროიდების უშუალოდ გამოსაკვლევად. ექსპლორერ 1-ის მთავარი სამეცნიერო ხელსაწყო კოსმოსური სხივების დეტექტორი იყო, რომელიც აიოვას უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს ვან ალენმა დაამზადა. გაზომვების შედეგად აღმოჩნდა, რომ დედამიწის ორბიტაზე გამოსხივება მოსალოდნელზე გაცილებით უფრო სუსტი იყო და ადამიანებს დიდ საფრთხეს არ უქმნიდა.
ჯეიმს ვან ალენმა იბარაუდა, რომ ამ გამოსხივების შესუსტება დედამიწის მძლავრი მაგნიტური ველის დამსახურება იყო, რომელიც დამოხტულ ნაწილაკებს ძალწირებში ჩაიჯერდა. დედამიწის გარშემო ასეთი რადიაციული სარტყლების არსებობა დაადასტურა ექსპლორერ 3-ის, პიონერ 3-ის და ექსპლორერ 4-ის საშუალებით ჩატარებულმა კვლევებმაც. ამ სტრუქტურებს ვან ალენის რადიაციული სარტყლები სწორედ აღმომჩენი საპატივცემულოდ ეწოდება. ვან ალენის რადიაციული სარტყლების ბუნების გარკვევა დღესაც ერთ-ერთი აქტუალური სამეცნიერო საკითხია. ეს დამოხტული რეგიონები და მაგნიტური ძალწირები ზომაში მზიდან მოღწეული რადიაციული ნაკადების შესაბამისად ვიწროვდება ან ფართოვდება და ბიოსფეროს მაღალ ენერგეტიკული ნაწილაკების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს გამოჭერილი ნაწილაკები ჩვენს გარე ორბიტულ ხელსაწყოებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს და აფერხებს კომუნიკაციას. ვან ალენის სარტყლებში დიდი ხნით ყოფნა სახიფათოა ასტრონავტების ჯანმრთელობისა და კოსმოსური ხომალდებისათვისაც. კოსმოსური აპარატების უმეტესობა ერთ დღესაც კი ვერ გაუძლებდა ვან ალენის სარტყლებში არსებულ მძლავრ რადიაციას. ამიტომ ისინი დიდი სიჩქარით გაივლიან ამ ადგილებს და ამ დროის განმავლობაში გამორთულია ყველა ინსტრუმენტი, რომლის მუშაობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. 2012 წელს NASA-მ სატელიტების რადიაციული ჯავშანი გამოსცადა და ვან ალენის სარტყლებში ზონდები განათავსა. რაკეტა-მატარებელი, რომელმაც ეს ზონდები ორბიტაზე გაიყვანა, სიმაღლით ორჯერ აღემატებოდა ექსპლორერ 1-ის რაკეტა-მატარებელს. ვან ალენის ზონდები იდენტური ხელსაწყოებით არიან აღჭურვინი და იმდენად გაწერილ ელიფსურ ორბიტაზე გადაადგილდებიან, რომ დედამიწასთან მიახლოებისა და დაშორების წერტილები 500-დან 31250 კილომეტრის ფარგლებში იცვლება. ზონდები ვან ალენის სარტყლების სხვადასხვა უბანში გაივლიან და მეცნიერებს რადიაციის სიმძლავრეების სვალებადობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან. უკვე 60 წელია NASA-მ მკვლევარი ერთის მიერ გაკვლევულ ბილიკებს მიუყვება და თუმცა კითხვების რაოდენობა მიღებული პასუხების პარალელურად იზრდება, ორბიტული ხომალდების მიერ გადმოცემული საოცარ კოსმოსურ მოვლენათა გამოსახულებები მომავალ თაობათა ინსპირაციას კვლავაც აგრძელებს. რატომ ვერ დაასრულა საბჭოთა კავშირმა მის მთავარ მეტოქეს, მათ შორის კოსმოსის ათვისების საქმეში, ამერიკის შეერთებულ შტატებს. საბჭოთა კავშირს ჰქონდა რიგი პროექტებისა და ორი პარალელური პროგრამის, მთვარეს შემოფრენა და მთვარეზე დაჯდომა, რეალიზაციის მცდელობები. ეს საბჭოთა კოსმოსური პროგრამის მნიშვნელოვან ელემენტად ითვლებოდა და დიდი ხნის განმავლობაში იყო ტიტულირებული თავისი დანიშნულებისა და პრიორიტეტების გამო. მთვარეზე გასაშვები ხომალდის განსხვავებული ვარიანტები იქნებოდა სხვადასხვა ბიუროებსა თუ ლაბორატორიებში. საქმის ასეთმა დაგსაქსულობამ კი შედეგი ვერ გამოიღო. სამაგიეროდ შტატებში აპოლოს მისიების განხორციელება დაიწყო. მანამ, სანამ ადამიანმა გადადგა თავისი პირველი ვაშკაცული და ლამაზი ნაბიჯი კოსმოსში. ამ მისოცნებას უამრავი თაგვი, ზაზუნა, კატა, ძაღლი და მაიმუნიც კი შეეწირა. მეცნიერები მათზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს იმისათვის, რათა შეეფასებინათ კოსმოსური რადიაციის საფრთხე ადამიანის ორგანიზმისათვის, თუმცა გამორჩეული იყო საბჭოელი ძაღლების მისია. ჩვენს პატარა და ნამდვილ მეგობრებს ავარჯიშებდნენ მოსკოვში, სტადიონ დინამოს ტერიტორიაზე განთავსებულ ყოფილ სასტუმრო მავრიტანიის შენობაში. ექსპერიმენტებისათვის ყველაზე გამოსადეგ ძაღლებად ითვლებოდნენ პატარა ზომის 4-5 კილოგრამის ქუჩის ძაღლები, რადგან ისინი ყველაზე უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ. 1951 წლის ივლისიდან 1962 წლის სექტემბრამდე კოსმოსში სულ გაუშვეს 29 ძაღლი. 8 მათგანის ფრენა ტრაგიკულად დასრულდა. ლაიკას შემდეგ 3 წლის განმავლობაში კოსმოსში ძაღლები აღარ გაუშვიათ. 1960 წლის 28 ივლისს, როდესაც თანამგზავრზე უკვე დამონტაჟდა დასაბრუნებელი ხელსაწყო, ორბიტაზე გაშვებული რაკეტა ვოსტოკის კოსმონავტები ჩაიკა და ლისიჩკაც დაიღუპნენ, მაგრამ ეს იმ დროისათვის უკვე გასაიდუმლოებული ინფორმაცია იყო. 1960 წელს ასევე საიდუმლოდ გაუშვეს კოსმოსში ძაღლი ჟულკა.
მისი თანამგზავრი ჩამოვარდა ტუნგუსკის რაიონში. წარმოვიდგინეთ, ჟულუკა გადარჩა და კიდევ 14 წელი იცოცხლა ცნობილი აკადემიკოსის გაზენკოს სახლში. ძაღლების პირველი წარმატებული ორბიტალური ფრენა განხორციელდა 1961 წელს. ხომალდზე მყოფმა ბელკამ და სტრელკამ მთელი 24 საათი გაძლეს უწონადობის მდგომარეობაში. გაძლეს კი არა და სიამოვნებით კოტრიალებდნენ კიდევაც და გახდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ძაღლები. შემდეგ ისინი სახელმწიფოს კმაყოფაზე ბედნიერად ცხოვრობდნენ საავიაციო მედიცინის ინსტიტუტის ტერიტორიაზე. ხოლო სტრელკას ლეკვი პუშოკი ნიკიტა ხრუშჩოვმა ჟაკლინ კენედის მიართვა საჩუქრად. იური გაგარინის გაფრენამდე 3 კვირით ადრე კოსმოსში გააფრინეს ზაღლი ზვიეზდოჩკა, რომელმაც გამოსცადა ყველა ის ეტაპი, რაც კოსმოსში გაფრენილ პირველ ადამიანს უნდა გაიგო. იური ალექსიძე გაგარინი იყო რუსეთის საბჭოთა კოსმონავტი, ფრინავი, პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა, პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი. 6 წელიწადში კი შეერთებულმა შტატებმა კოსმოსური დეპრესია მოიხსნა და ადამიანის პირველი დაშვება უზრუნველყო მთვარეზე. ნახოთ ამ ორი დაპირისპირებული სამყაროს საჰაერო ჭიდილი. (1961 წლის 12 აპრილს კოსმოსური ხომალდით ვოდსტოკ 1 საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი გაფრინდა კოსმოსში. ეს იყო საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი პილოტირებული კოსმოსური ხომალდი, რომელზეც მუშაობა 1957 წელს დაიწყო. ხომალდი შედგებოდა სფეროსებური დასაშვები მოდულისგან, რომელშიც ძრავა და საწვავი იყო მოთავსებული. ატმოსფეროში შემოსვლისას კოსმონავტი კატაპულტის საშუალებით ტოვებდა ხომალდს 7 კილომეტრის სიმაღლეზე, მიწაზე პარაშუტის საშუალებით ეშვებოდა, ხოლო დასაშვები მოდული ბარდებოდა ოკეანეში. (1963 წელს საბჭოთა კოსმოსური ხომალდით ვოსხოთ 2 კოსმონავტი ალექსი ლეონოვი გავიდა ღია კოსმოსში. ეს ხომალდი აღჭურვილი იყო სპეციალური გასაბერი ლუკით, რომელიც ხომალდის ორბიტაზე გასვლისთანავე იბერებოდა. გაფრენიდან 90 წუთის შემდეგ კოსმონავტმა ალექსეი ლეონოვმა ჩაიცვა სკაფანდრი და გავიდა ღია კოსმოსში. გასევლინება 20 წუთი გაგრძელდა. ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება კოსმოსურ შეჯიბრში. საპასუხო ნაბიჯის გადადგა და კვლავ მოიპოვა ლიდერობა ტექნოლოგიურ სფეროში. საბჭოთმა სწრაფად ამოწურა თავისი რესურსი. ხრუშჩოვის ექსპერიმენტება სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში საბჭოთა ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგინა. კოსმოსური პროგრამების დაფინანსება კი დიდ თანხებს მოითხოვდა.
control, we passed the 6-minute mark in our countdown for Apollo 11, the flight to land the first men on the moon. We're on time at the present time for our planned liftoff. აპოლონ 11 პირველი პილოტირებული მისია იყო მთვარისკენ, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. ის აგრეთვე იყო მეხუთე პილოტირებული მისია აპოლოს პროექტის ფარგლებში და მესამე მისია მთვარისკენ. გაშვებული იქნა 1969 წლის 19 ივლისს და მისი ეკიპაჟი იყო ნილ ამსტრონგი, მეთაური, ედვინ ბას ოლდრინი, მთვარის მოდულის პილოტი და მაიკლ კოლინზი, საკომანდო მოდულის პილოტი. 20 ივლისს ამსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე, მთვარეზე. ამ მისიამ მიაღწია მიზანს, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა. 1961 წელს ადამიანი დამჯდარი იყო მთვარეზე და უკან დაბრუნებულიყო. Reported back when he received the good wishes. Thank you very much. We know it will be a good flight. Good luck and Godspeed. გაშვება და მთვარეზე დაჯდომა. იმის გარდა რომ ამ გაშვებას დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს უშუალოდ ფლორიდაში არსებულ კოსმოდრომის მიდამოებში, 600 მილიონი ადამიანი უყურებდა ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ტელევიზიით. ეს კი თავის დროზე რეკორდი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონი ყოველივე ამას თვალს ადევნებდა თეთრი სახლიდან. აპოლონ 11 გაუშვეს რაკეტა-მატარებლით საturn 5 კენედის სახელობის კოსმოდრომიდან. 1969 წლის 16 ივლისს ადგილობრივი დროით 9 საათსა და 32 წუთზე. იგი დედამიწის ორბიტაზე 12 წუთის შემდეგ გავიდა. 1.5 ორბიტის შემდეგ მესამე საფეხური ჩაერთო და მან ხომალდი მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადაიყვანა. 30 წუთის შემდეგ საკომანდო სერვის მოდული გამოეყო საturn 5-ს, მესამე საფეხურს და შეუერთდა მთვარის მოდულს. ეს შეერთებული ხომალდი გაფრინდა მთვარისკენ. აპოლონ 11 მთვარესთან 19 ივლისს მიფრინდა და ჩართო სამუხრუჯე ძრავა, რომ მთვარის ირგვლივ ორბიტაზე გასულიყო. შემდეგ კი რამდენიმე წრის დროს, როცა ხომალდი მთვარის ირგვლივ დაფრინავდა, ეკიპაჟი დასაჯდომ ადგილს ათვალიერებდა. დასაჯდომ ადგილად აირჩიეს სიმშვიდის ზღვასთან,
20 კილომეტრში არსებული კრატერი საბინე, რადგან იგი ბრტყელი და მოსახერხებელი იყო. როგორც ეს დაადგინეს უპილოტო ხომალდება Ranger 8 და Surveyor 5-მა. შემდეგში ასტრონავტები მთვარეს კიდევ 6-ჯერ ესტუმნენ. And currently it's upside down on our monitor, but we can make out photography on the sequence camera. ნილ ამსტრონგის ცნობილი სიტყვები. It's one small step for man, one giant leap for mankind. ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, ხოლო დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის. აპოლოების მისია ბევრი წარმატებისა და მარცხის ფონზე გაგრძელდა. ყველაზე დრამატული კი აპოლონ 13-ის მისია იყო, რომელიც ლამის კატასტროფით დამთავრდა. გაფრენამ და კოსმონავტების ორბიტაზე გაყვანის პროცესმა წარმატებით ჩაიარა. თუმცა საინტერესოა, რა მოხდა ბორტზე. And passing through a time away on our transit out to the moon. And it's rather odd to see it floating like this in Odyssey. Roger. Flight booster, S1C pre-press complete. We're on internal power and we're go. Roger. How's it look, Econ? We got space. Looks good, flight. Okay. MCC record us to flight speed. Ignition, flight. Roger. Roger. On start, flight. Roger. Let's just go, all engines. Roger. Okay, final, how's it look? Looks good here, flight. Good agreement. Okay, booster, how do you look? S1C looks good, flight. Okay, Capcom, we go. Okay, Sergeant. It looks fine. Through max fuel and we go, flight. Roger, booster. Go for station, Capcom. Confirming board out, flight. Roger. ფრენის 2 დღე ღამემ აპოლონ 13-ისთვის მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე ჩაიარა. 1970 წლის 13 აპრილს, როცა ხომალდმა უკვე 330,000 კილომეტრი იფრინა, ბორტზე ჟანგბადის ბალონის აფეთქება მოხდა. წყობრიდან გამოვიდა სამართავი ნაკვეთურის, ოდისევსის კვების წყარო. ჯეიმს ლოუენმა ამის შესახებ ჰიუსტონს მოახსენა და თან დასძინა, რომ ძრავადან ჟონავს გაზი, ალბათ ჟანგბადი, რაც ხომალდს დამატებით იმპულსს ანიჭებს და მის გადახრას იწვევს. ამ ავარიის გამო მთვარეზე გადასხმა შეუძლებელი გახდა, ხოლო ეკიპაჟის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ამაჩქარებელი ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ფრენის მართვის ცენტრმა გადაწყვიტა ასტრონავტების დედამიწაზე დასაბრუნებლად გამოეყენებინა მთვარეზე დასაშვები მოდულის, მერწყულის ძრავები. ამასობაში ხომალდი თავისუფალი ტრაექტორიით მთვარისკენ აგრძელებდა ფრენას. მხოლოდ მთვარის შემოფრენის მერე იყო შესაძლებელი დედამიწაზე დასაბრუნებელ გზაზე დადგომა. ამ დაუგეგმავი თავისუფალი ფრენით აპოლონ 13-ის ეკიპაჟმა შემთხვევითი რეკორდი დაამყარა. პილოტირებული მისია ყველაზე მეტად დაშორდა დედამიწას 401,056 კილომეტრით. მართვის ცენტრიდან მიღებული ბრძანებებით, სადაც სპეციალური დამხმარე შტაბი იყო შექმნილი, ასტრონავტებმა კომპიუტერის დახმარების გარეშე ფაქტურად 6 მანევრი ჩაატარეს, დაზიანებული ძრავის მოშორების ჩათვლით, რათა დედამიწისკენ მიმოვალ სწორ კურსს დადგომოდნენ. ავარიის გამო შეფერხებით მუშაობდა სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემაც. ნახშირორჟანგის შთანთქმელი ფილტრები არ იყო გათვლილი დიდი ხნით მუშაობაზე. ენერგიის დაზოგვის მიზნით გამართული იყო გათბობა.
13 had started as a mission of scientific exploration. Arrival now. The first milestone was to get alignment on the left platform. Alignments are important, you know, because მართვის ცენტრიდან მიწოდებული სქემის მიხედვით ეკიპაჟის წევრებმა თვითონ ააწყვეს ფილტრები, რისთვისაც მათ ჩვეულებრივი საკანცელარიო წებოვანი ლენტიც კი გამოიყენეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჟანგბადის ბალონების თერმოსტატები მოდიფიკაციის გამო მუშაობდნენ დაგეგმილისგან განსხვავებულ ძაბვაზე, 65-ის მაგივრად 28 ვოლტზე. ეს შეუსაბამობა ვერც NASA-მ შეამჩნია და ვერც დამამზადებელმა ფირმამ. ჟანგბადის ბალონი ნომერი 2 დამამზადებელ ქარხანაში მცირე სიმაღლიდან ჩამოუვარდათ დაახლოებით 5 სანტიმეტრიდან, რამაც ჟანგბადის გამოშვების დაზიანება გამოიწვია და რის შესახებაც არ მოახსენეს წინა სასტარტო მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს. გაფრენის რეპეტიციის დროს მიწოდებულმა მაღალმა ძაბვამ გამოიწვია ბალონზე მიერთებული სადენების იზოლაციის გადნობა და მათი მოკლე შეერთება, რაც ოპერატორებმა ვერ შეამჩნიეს. სწორედ ამიტომ აფეთქდა ბალონი ნომერი 2 და ნომერი 1 კი დაზიანდა. Odyssey Houston, we show you on the mains. It really looks great. Apollo 13, this is recovery, over. There's 35,000. Under Apollo 13, this is recovery, and your shields look good. Intense kind of pressure. როგორ გავაგრძელეთ მთვარის დაპყრობის ისტორია? ეს ამბავი აპოლოების შემდეგი სერიებით გაგრძელდა, თუმცა აპოლონ 14-ისა და აპოლონ 15-ისგან განსხვავებით გამორჩეულია აპოლონ 16-ისა და აპოლონ 17-ის მისიები, ასევე მთვარის ახალი და უნიკალური კადრები. აპოლონ 16 მოგზაურობა მთვარეზე. როგორი იქნებოდა მთვარეზე მანქანით მოძრაობა? კითხაობა საჭირო არაა. ადამიანებმა ეს უკვე გააკეთეს. წარმოდგენილი ვიდეოფილმი აპოლონ 16-ის ასტრონავტებმა ჯონ იანგმა და ჩარლზ დიუიკმა 1972 წელს მთვარის ზედაპირზე ყოფნის დროს გადაიღეს, საიდანაც არ უნდა მიდიოდეს მთვარემავალი, მას გზაზე სულ კრატერებითა და ქვებით დაფარული სივრცე ხვდება. ფილმის პირველ ნაწილში ნაჩვენებია თუ როგორ მოძრაობს ყველგანმავალი მთვარეზე 10 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მეორე ვერსია ყველგანმავალზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული ხედების დემონსტრირებას ახდენს. მთვარემავლები აპოლონების ბოლო მისიების დროს იქნა გამოყენებული, რათა ასტრონავტებს ადგილების გამოკვლევა შეძლებოდათ, რომლებიც დაждომის ადგილიდან შორს მდებარეობდნენ და იქ მძიმე სკაფანდრით მისვლა პრობლემას წარმოადგენდა. შესაძლებელია მომავალში მთვარეზე ავტომატური ყველგანმავლები გაიგზავნოს, რომლებიც დედამიწაზე მსგავს ფილმებს გადმოსცემენ. ასეთი პროგრამების განხორციელებაზე ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და Google-ის კონკურსის მთვარის X პრიზის მონაწილეები მუშაობენ. აპოლონ 17 შორტის კრატერიდან 1972 წლის დეკემბერს აპოლონ 17-ის ასტრონავტებმა იუჯენ სერნანმა და ჰარისონ შმიდტმა მთვარის ზედაპირზე ტაურუს ლიტროუს ზეგანზე 75 საათი გაატარეს, ხოლო მათი კოლეგა რონალდ ევანსი ორბიტიდან აკვირდებოდა მათ. ეს ფოტო შმიდტმა მისი და სერნანის ზეგანის ფსკერზე მოგზაურობის დროს გადაიღეს. ფოტოზე შმიდტი ყველგან მამალთან ერთად შორტის კრატერის კიდეზე დგას.
ახლოს იმ ადგილთან, სადაც გეოლოგმა შმიდტმა მთვარის ნარინჯისფერი გრუნტი იპოვა. ვიდეო გასეირნება მთვარეზე NASA-სგან. ჩაიხედეთ მუდმივად ჩრდილში მოქცეულ კრატერებში. ნახეთ, სად მდებარეობს მტვრით დაფარული მთვარე-მავალი და დასაშვები მოდული აპოლონ 17. დაათვალიერეთ მთვარის ჩრდილოეთ პოლუსი. NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრმა ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, რომელიც LRO-ს მთვარის ორბიტული მზვერავის მიერ 9 წლის განმავლობაში გადმოცემულ მონაცემებს ეფუძნება. წარმოდგენილი ვიდეოს გარჩევადობა 2011 წელს გამოქვეყნებულზე რამდენჯერმე მაღალია. გარდა ამისა, დამატებულია მთვარის პოლარული რეგიონები. მოგზაურობა იწყება მთვარის ხილული ნახევარსფეროს დასავლეთ ნაწილიდან, აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით, სადაც ამ ბუნებრივი თანამგზავრის მუდმივად განათებული და მუდმივად ბნელი ნაწილები ხვდება ერთმანეთს. მისია Grail 2012-ით მიღებული მონაცემების დამატება მთვარის შინაგანი სტრუქტურის შესახებ წარმოდგენის მიღების საშუალებას იძლევა. წითლად ნაჩვენებ ადგილებზე გრავიტაციის ზალა განსაკუთრებით ძლიერია, ანუ იქ შედარებით მკვრივი მასებია თავმოყრილი. შემდეგ მოდის სამხრეთ პოლუსი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცივი ადგილი მზის სისტემაში, -238 გრადუს ცელსიუსი. ბაცი ცისფრით ამ ადგილის ყველაზე უფრო ცივი წერტილებია ნაჩვენები. ვიზუალიზირებულია მუდმივად ჩრდილში მოქცეული 21 კილომეტრის დიამეტრისა და 4 კილომეტრის წელი კოსმოსში. არც ისე ცოტა დროა. მიუხედავად ბევრი პაუზისა, რაც ცივი ომის პერიოდმა განაპირობა, კაცობრიობა მაინც შეძლო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კოსმოსის ათვისებაში. დღეს უკვე არაერთი კოსმოსური ტელესკოპი მოძრაობს ჩვენს მზის სისტემაში, სხვა პლანეტების შესასწავლად. ასევე ჩვენი მზის სისტემის გარეთაც გვაქვს ორბიტალური კოსმოსური სადგური და მარსზე წასვლასაც კი ვაპირებთ. ახლა, მოკლედ მოგიყვებით და გიჩვენებთ ამ 57 წლის განმავლობაში მომხდარ საინტერესო ფაქტებს კოსმოსის ათვისების საქმეში. (1963 წლის 16 ივნისი). პირველი ქალი კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა, ვოდსტოკ 6, საბჭოთა კავშირი. 3 დღე ღამე კოსმოსში, 48 წრე დედამიწის გარშემო. (1964 წლის 31 ივლისი). მთვარის პირველი ფოტო ახლო მანძილიდან. გზავნილი უპილოტო აპარატიდან Ranger 7, ამერიკის შეერთებული შტატები. დილის 9 საათი და 9 წუთი. მთვარისთან შეჯახებამდე 17 წუთით ადრე. (1965 წლის 18 მარტი). პირველი გასვლა ღია კოსმოსში. ალექსეი ლეონოვი, კოსმოსური თანამგზავრი ვოსხოდ 2, საბჭოთა კავშირი. ხანგრძლივობა 12 წუთი და 9 წამი. (1969 წლის 16 ივლისი).
პირველი დაჯდომა მთვარეზე. აპოლონ 11, ამერიკის შეერთებული შტატები, ნილ ამსტრონგი, მაიკლ კოლინზი, ედვინ ოლდრინი 2 საათი და 31 წუთით გავიდნენ მთვარის ზედაპირზე. პირველი ადამიანი, ვის მთვარეზე ფეხი დადგა, იყო ნილ ამსტრონგი. (1971) წლის 29 ივნისი. პირველი ორბიტალური სადგური სალუტ 1, საბჭოთა კავშირი. გეორგი დობროვოლსკი, ვლადისლავ ვოლკოვი და ვიქტორ პაცაევი. ეკიპაჟმა იმუშავა 23 დღე, დაიღუპა დაშვებისას, კაბინის ჰერმეტულობის დარღვევების გამო. (1971) წლის 26 ივნისი. აპოლონ 15, ამერიკის შეერთებული შტატები. ეკიპაჟის წევრები დევიდ სკოტი, ალფრედ უორდენი, ჯეიმს ირვინი მთვარის ზედაპირის შესწავლისას პირველად იყენებენ 4-ბორბლიან 2-ადგილიან ელექტრომობილს. მაქსიმალური დაშორება მთვარის მოდულიდან 5 კილომეტრი. გავლილი მანძილი 27.8 კილომეტრი. (1977) წლის 5 სექტემბერი. უპილოტო კოსმოსური ხომალდი Voyager 1. სტარტი საწყისი მისია მზის სისტემის პერიფერიული პლანეტების შესწავლა. 2012 წლიდან ის ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტია, რომელიც მზის სისტემას გასცდა. (1990 წლის 24 აპრილი. ხომალდმა Discovery-მ კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლი დედამიწის გარშემო ორბიტაზე გაუშვა. ფაქტობრივად ესაა ავტომატური ობსერვატორია. კოსმოსში ატმოსფეროს არარსებობის გამო დედამიწაზე განლაგებულ ანალოგიურ ტელესკოპებთან შედარებით ის 10-ჯერ უკეთეს გამოსახულებას იძლევა. ჰაბლიდან ყოველთვიურად გამოგზავნილი ინფორმაციის მოცულობა 50 გიგაბაიტია. 2018 წლის 6 თებერვალი. Falcon Heavy-ის კოსმოსში გაშვებით ილონ მასკმა რაკეტების გაშვების ფასი რამდენიმე 100 მილიონით გააიაფა. რაკეტის საფეხურების დედამიწაზე დაბრუნება შეძლო და მათი გამოყენება მრავალჯერადი გახადა. Falcon Heavy ყველაზე დიდი რაკეტაა, რომელსაც ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გადანა შეუძლია. კოსმოსისა და მისი შესწავლის შესახებ ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო, რასაც რა თქმა უნდა კოდის მომდევნო ეპიზოდებში შემოგთავაზებთ. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი მოძებნა და გამოხმაურება ამ სოციალურ ქსელებზე. დაგვიტოვეთ თქვენი აზრი ან იდეა, რაც ამ პროექტის გაუმჯობესებაში შეიძლება დაგვეხმაროს. კოდის მომდევნო ეპიზოდამდე.